Ჩვენ სხვანაირი სისხლიანი 26 მაისიც გვახსოვს. ერთ-ერთი სამარცხვინო დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში. 2011 წელს სააკაშვილის მთავრობამ სამხედრო აღლუმი რუსთაველის გამზირზე იმ ადგილას ჩაატარა, სადაც ღამით სამართალდამცველები მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ. ზუსტად 3 წლის წინ რუსთაველზე 2 მომიტინგე და 1 სპეცრაზმელი გარდაიცვალა. 3 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები დღემდე გამოუძიებელია. დღევანდელი ჩემი განწყობა არ არის ისეთი საზეიმო, რომ თქვათ, რომ შინაგანად მიხაროდეს. უკვე მესამე წელია ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონისთვის საზეიმო განწყობასთან აღარ ასოცირდება. ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ მისთვის დრო რუსთაველზე 2011 წლის 26 მაისს გაჩერდა. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერის თავისუფლება დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ჯერ კიდევ წინაგვაქვს და მოსაპოვებელი გვაქვს. ასე რომ დღეს არის უბრალოდ ისტორიის პატივისცემა, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს. და ის ისტორიაც უნდა კარგად უნდა გადავავლოთ თვალი, თუ ჩვენ 96 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ, მას დაცვა ჭირდება. 2011 წლის 26 მაისიდან 3 წლის თავზე დარბევისთვის რომლის დროსაც აქციის 2 მონაწილე და 1 სამართალდამცველი დაიღუპა, მხოლოდ 1 პირი დაისაჯა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. საქმე კი დაიხურა. 2011 წლის 25 მაისის გვიანღამით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ამდენიმე 1000 ადამიანი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას აპროტესტებდა. თბილისის მერიის წარმომადგენლის გაფრთხილების მიუხედავად მათ პარლამენტის წინა ტერიტორია არ დატოვეს. დარბევა ღამის პირველ წუთებზე დაიწყო. რაღაცა დაუწერელი მიჯნა არსებობდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. აი ყველაფერი შეიძლება, არჩევნების გაყალბება შეიძლება, კორუფცია შეიძლება, ის შეიძლება, მაგრამ აი ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. და 26 მაისს ამ მიჯნას გადავიდა ხელისუფლება, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი არის, განსაკუთრებით ახალი დემოკრატიის ქვეყნებისათვის, იმიტომ რომ პრეცედენტი როცა იქნება, ის შეიძლება აუცილებლად რეციდივშიც გადაიზარდოს. დარბევისას გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ნიკა კვინტრაძეა. როდესაც ძალოვანმა აქციის დაშლა დაიწყეს, ის მეტროსადგურ თავისუფლების მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობარ რეზო რეხვიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. რეხვიაშვილი იხსენებს, რომ ისინი სპეცრაზმელებმა დააკავეს, თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეტროსადგურთან მდებარე ჯიხურის სახურავზე კვინტრაძის ცხედარი 62 წლის სულიკო ასათიანთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით მათ დენმა დაარტყა. ის არის 2 მეტრიანი ჩვეულებრივი ჯიხური, ხო, რაღაც მაღალი შენობა ხო არ არის, რომელიც ყველა მხრიდან ჩანს იმის სახურავი რა, რომ იქ 100 მეტროში აღლუმი და იქ ორი გამიგდია თუ რანაირად დაუნდობლად წემეს მეც თავში ციხლების ტყმა ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანი გამოიყვანოს ყოვლიდან და ფატალური შედეგი დადგეს რა თავისუფლად შეიძლება ჩემსაც სპეცრაზმი დაიძრა სამივე მიმართულებით, ანუ აქციის მონაწილეები მაშინ მოაქციეს ალყაში და პრაქტიკულად არ მისცეს საშუალება, რომ ეს ტერიტორია დაეტოვათ. ჟურნალისტ ვასილ დამრუნდაშვილს 2011 წლის 26 მაისის ღამით მეტროსადგურ თავისუფლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწია მუშაობა. იხსენებს, რომ სამართალდამცველები ჟურნალისტებს შედარებით ლოიალურად ექცეოდნენ, თუმცა ფიზიკური ანგარიშწორება მაინც განხორციელდა. ჩემზე პირადად იმ კონკრეტულ მომენტში რაიმე ფიზიკურ ზემოქმედება სპეცრაზმის წარმომადგენლების მხრიდან არ ქონდა, თუმცა დაშავდნენ ჩემი კოლეგები, რომლებიც აქ იდგნენ, მუშაობდნენ, აშუქებდნენ მოვლენებს. მათ შორის იყო გოგონა, ჩემი თანამშრომელი, რომელსაც ფიზიკურადაც გაუსწორდნენ სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები. 3 წლის შემდეგ 26 მაისის დარბევის საქმე ოფიციალურად გამოცხადდა გამოძიებულად. პასუხი მხოლოდ ვანო მერაბიშვილმა აგო. მას ამ ეპიზოდში თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა ცალკე საქმეს სწავლობს ნიკა კვინტრაძესა და სულიკო ასათიანის გარდაცვალების ფაქტებს, თუმცა საქმე სასამართლომდე ჯერ არ მისულა.